გამარჯობათ. გაგვეცანით თუ შეიძლება. მე ვარ ზაზა ბურნაძე. ბატონ ზაზა, რატომ მოხვედით ჩვენთან? რითი უნდა გაგვაოცოთ? უნდა გაჩვენოთ გოლიათის ჯიშის ბოცრები. სად არიან მერე? აგერ შემოვიყვან ეხლავე. და თქვენ საიდან გყავთ ეს ბოცრები? მე მყავს სახლში და ვამრავლებ ამათ და გამოყავს ესე ვთქვა ჯიშები. მინდა რომ წონადობა გავზარდო კიდევ. და რამდენ კილოგრამს იწონის? ეხლა წარმოდგენილი იყო 7 კილოგრამიანები. უი, გაგვაცანით მაშინ. როცა ყურდღელია. მე გამოგაყვანინებთ რა, მე მინდა. რომელი მიყავს? სათი და მე ეს წამოვიღო? ვაიმე! არ გამიწვალო. ეს რა არის? კენგურუ. ვაიმე, რა ხელებია? სკავსი არაფერი მინდა. აპლოდისმენტები კურდღლებს. მე მაინტერესებს ეს კურდღლები გარდა იმისა რომ ძალიან დიდები არიან რამე შვებიან? აჰა, შვებოდნენ. მრავლდებიან. მე გადამყავს, მე ვიზახი კის. აი რა შვებია. ეს რაღაცა ისეთია. დაჩაგრული არის. ეგ ერთი დატოვეთ. არა, ამხელები როგორ იზრდება? ვაიმე, არა. არა, მე მეშინია კურდღელი. არ მინდა, მე არ მინდა. არ მინდა მე კურდღელი. ბატონზაზა, ერთი შეკითხვა მაქვს. გასაგებია რომ ძალიან კარგია რომ თქვა ამ კურდღლებს ამრავლებს, თუმცა ალბათ თვითონ მრავლდებიან, რაც ვნახეთ. მაგრამ გარდა ამისა, რამეს შვებიან, რაში არიან ესენი გამოსადეგი? ეს არის სახორცე და სატყავე ჯიშის ბოცრები და მინდა ეს განვავითარო საერთოდ დიდი ფერმები რომ გაკეთდეს საქართველოში ამის კულტურა რომ ჩამოყალიბდეს ბოცრის. დიდი მადლობა რომ მოგზავნით, დიდი მადლობა რომ გვაჩვენეთ ეს კურდღლები, მაგრამ ერთი ნიჭის გარდა ამ კურდღლებში არაფერი სხვა არ არის. ჯერჯერობით, ამიტომ შემდეგი ტურისტის ალბათ ვერ გადავიყვანთ, მაგრამ დიდი მადლობა რომ გვაჩვენეთ ეს კურდღლები და მოიყვანეთ. აუ, ძალიან მაგარია. მუსიკებში